საყვარელო ძმებო, მართლმადიდებლობის კვირაში ჩვენი სიტყვის დასაწყისად სრულიად ბუნებრივია კითხვა, რა არის მართლმადიდებლობა? მართლმადიდებლობა არის ღვთის ჭეშმარიტი შეცნობა და თაყვანისცემა. მართლმადიდებლობა არის ღვთის თაყვანისცემა სულითა და ჭეშმარიტებით. მართლმადიდებლობა არის ღვთის განდიდება მისი ჭეშმარიტი შეცნობითა და მისდამი თაყვანისცემით. მართლმადიდებლობა არის ღვთის მიერ განდიდება ადამიანისა, ღვთის ჭეშმარიტი მსახურისა, მისთვის ყოვლადწმინდა სულის მადლის მინიჭებით. სულიწმინდა არის ქრისტიანთა დიდება. სადაც არ არის სულიწმინდა, იქ არ არის მართლმადიდებლობა. კაცთა სწავლებებსა და ბრძნობაში არ არის მართლმადიდებლობა. მათში ბატონობს ცრუმოსახლე გონება, დაცემის ნაყოფი. მართლმადიდებლობა არის სულიწმინდის სწავლება, რომელიც ღმერთმა ადამიანებს ხსნისათვის მისცა. სადაც არ არის მართლმადიდებლობა, იქ არ არის ხსნა. ვისაც ხონება სურს, უპირველეს ყოვლისა შვენის ეპყრას კათოლიკე, ერთიანი ეკლესიის სარწმუნოება. მას იცავდეს, ვინც მას არ დაიცავს უბიწოდ, ყოველგვარი წინააღმდეგობის გარეშე საუკუნოდ წარწყდება. სულიწმინდის სწავლება ძვირფასი განძია. იგი მოცემულია წმინდა წერილსა და მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა გარდამოცემაში. სულიწმინდის სწავლება ძვირფასი განძია. მასია ჩვენი გადარჩენის წინდი. ძვირფასია, სრულიად შეუცვლელია, ყოველი ჩვენგანისათვის სავსებით შეუდარებელია ჩვენი ნეტარი ხვედრი მართლმადიდებლობაში. სულიწმინდის სწავლება იმდანაც ძვირფასია, რამდენადაც ყოველგვარ ფასზე აღმატებულია და ეს ჩვენი ნეტარების საწინდარია. ჩვენთვის ამ წინდის შესანარჩუნებლად წმინდა ეკლესია დღეს ყოველად გასაგონად ჩამოთვლის იმ სწავლებებს, რომლებიც სატანისგან არის შობილი და გამოსული, რომლებიც ღვთისადმი მტრობის გამოხატულებაა, რომელიც ებრძვის ჩვენ ხსნას, გვტაცებს მას, როგორც მტაცებელ მგლებს, როგორც მომაკვდინებელ გველებს, როგორც ქურდებსა და მკვლელებს, ეკლესია ამ ხელს ამ სწავლებებს. იცავს რა მათგან მათ მიერ მოხიბლულებსა და წარწმედისაგან იხმობს და ანათემას გადასცემს ამ სწავლებებს და მათ ვისაც ჯიუტად უყრია ისინი. სიტყვა ანათება, სიტყვით ანათემა აღინიშნება განკვეთა, უარყოფა. როცა რომელიმე მოძღვრებას ეკლესია ანათემას გადასცემს, ეს იმას ნიშნავს, რომ მოძღვრება შეიცავს სულიწმინდის გმობას და იგი უნდა უარყონ და განდევნონ ხსნისათვის, ისევე როგორც შხამს გამოდევნიან ხოლმე საკვებიდან. როდესაც ადამიანი გადაეცემა ანათემას, ეს ნიშნავს, რომ ამ ადამიანმა შეუქცევა და შეითვისა მკრეხელური სწავლება, რითაც ართმევს ხსნას საკუთარ თავს და იმ მოყვას, რომლებსაც თავის აზრებს უზიარებს. როცა ადამიანი დააპირებს დატოვებს ღვთისგმობელი სწავლება და მიიღოს სწავლება, რომელიც მართლმადიდებელ ეკლესიას უყრია, იგი მართლმადიდებელი ეკლესიის წესების მიხედვით ვალდებულია ანათემას გადასცეს სრულ სწავლება, რომელსაც აქამდე მისდევდა და რომელიც მას ხუპავდა. ღმერთს აშორებდა, ამყოფებდა რა ღმერთთან მტრობაში, სულიწმინდის გმობასა და სატანის თანაზიარებაში. ანათების მნიშვნელობაა სულიერი საეკლესიო მკურნალობა ადამიანთა სულში არსებული სნეულებისა, რომელიც მარადიულ სიკვდილს იწვევს. მარადიულ სიკვდილს იწვევს ყველა ადამიანური სწავლება, რომელიც ღვთის შესახებ, ღვთის მიერ გამოცხადებულ სწავლებაში შემოაქვს თავისი სიბრძნე, აღებული ცრუმოსახლე გონებიდან, ხორციელი ბრძნობიდან, დაცემული სულებისა და ადამიანების ამ საერთო მონაპოვრიდან. ქრისტიანული სარწმუნოების სწავლებაში
შეტანილ ადამიანურ ბრძნობას ეროს უწოდებენ, ხოლო ამ სწავლების მიმდევრობას ავად მორწმუნეობას. მოციქული ხორციელ საქმეებს შორის ერესებსაც ასახელებს. პავლე მოციქული. ისინი მიეკუთვნება ხორციელ საქმეებს თავიანთი საწყისის მიხედვით, ხორციელი ბრძნობით, რომელიც სიკვდილარს, რომელიც მტერობაა ღმრთისა, რომელიც ჟულსამას ღმრთისასა ვერ დაემორჩილების და ვერცად ზალუց. ისინი მიეკუთვნება ხორციელ საქმეებს თავიანთი შედეგების მიხედვით. აუცხოვებენ რა ადამიანის სულს ღვთისაგან და უერთებენ მას სატანის სულს, მისი მთავარი ცოდვის გმობის მიხედვით ისინი მას ვნებებს უმუნებენ, როგორც ღვთისაგან მიტოვებულს, როგორც საკუთარ დაცემულ ბუნებას მინდობილს. დაუბნელ და უგულისხმოი გული მათი, ამბობს მოციქული, ბრძნებზე, რომლებიც დაშორდნენ ჭეშმარიტი ღვთის შემეცნებას, იტყოდეს თავთათვის და ბრძენ და განცოფნეს, რომელთა იგი გარდაცვალეს ჭეშმარიტება ღვთისაი სიცრუეთ. ამისთვის მისნა იგინი ღმერთმან ვნებასა მას გინებისასა. გინების ვნება წოდებულია სხვადასხვა მრუში ვნებები. ერესიარქების ქვენა ქცევა გარყვნილი იყო. აპოლინარიუსის მრუში ურთიერთობები ჰქონდა. ევტიქი განსაკუთრებით ემონებოდა ვერცხლის მოყვარეობის ვნებას. არიოზი დაუჯერებლად გარყვნილი იყო. როცა მისი წიგნის თალიას კითხვა დაიწყეს ნიკიის პირველ კრებაზე, შეკრებილმა მამებმა ყურები დაიცვეს. უარი თქვეს ესმინათ ისეთი ბილსიტყვაობა, როგორიც ღვთისმოსავ ადამიანს აზრად არასოდეს მოუვიდოდა. თალია დაწვეს. ქრისტიანობის საბედნიეროდ მისი ყველა ეგზემპლიარი გაანადგურეს. ჩვენ შემოგვჭა ისტორიული ცნობა, რომ თხზულება სასტიკ გარყვნილებას აფრქვევდა. უახლესი ერესიარქების მრავალი ნაშრომი თალიას გავს. მათში საშინელი გმობაა შეერთებული და შერეულია საშინელი არაადამიანულ გარყვნილებასა და მკრეხელობის გამონათქვამებთან. ნეტარნი არიან ისინი, ვისაც არასოდეს გაუგია და არ წაუკითხავს ჯოჯოხეთის ეს ამონანთხევი. მათი კითხვისას აშკარა ხდება ერესიარქების სულის ერთობა სატანის სულთან. ერესები როგორც ხორციელი საქმე, ხორციელი სიბრძნის ნაყოფი დაცემული სულების მიერ არის გამოგონილი. გაეკეცით უხთო ერესებს, ამობდა წმინდა ეგნატე ღმერთშემოსილი. ეშმაკის გამონაგონების არსი იმ პირველ საწყისი ბოროტების გველიდან მოდის. ეს არ უნდა გაგიკვირდეს. დაცემული სულები სულიერი ღირსების სიმაღლიდან ჩამოვიდნენ. ისინი უფრო მეტად ჩაცვიდნენ ხორციელ სიბრძნეში, ვიდრე ადამიანები. ადამიანებს აქვს შესაძლებლობა ხორციელი სიბრძნიდან სულიერზე გადავიდნენ. დაცემული სულები კი მოკლებულ არიან ამ შესაძლებლობას. ადამიანები არ ექვემდებარებიან ხორციელი სიბრძნის ასეთ ძლიერ გავლენას, რადგან მათში ბუნებრივი სიკეთე დაცემით განადგურებული არ არის. როგორც სულებში. ადამიანებში სიკეთე შერეულია ბოროტებასთან და ამიტომაც გამოუსადეგარია. დაცემულ სულებში კი მხოლოდ ბოროტება ბატონობს და მოქმედებს. სულების არეალში ხორციელმა სიბრძნე მიიღო უფართოესი სრული განვითარება. როგორის მიღწევაც კი მას შეეძლო. მათ უმთავრესი ცოდვა არის ღვთისადმი გააფთრებული სიძულვილი, რომელიც გამოხატულია საშინელი განუწყვეტელი მკრეხელობით. ისინი გაამაყდნენ თვით ღვთის მიმართ, ღვთისადმი მორჩილება, ქმნილებებისათვის ბუნებრივი, მათ გარდააქციეს შეუწყვეტელ წინააღმდეგობად, შეურიგებელ მტრობად. ამიტომ მათი დაცემა ღრმაა, ხოლო მარადიული სიკვდილის წყლული, რომლითაც ისინი არიან მორწყლული, განუკურნებელია. მათი არსებითი ვნება სიამაყეა.
ისინი შეპყრობილი არიან საშინელი და ბრიყული ამპარტავნებით. ისინი სიამეს ყველა სახის ცოდვაში პოულობენ, მუდმივან მათში ტრიალებენ, ერთი ცოდვიდან მეორეზე გადადიან. ისინი ფუთფუთებენ ფულის სიყვარულშიც, მუცელ ღმერთობაშიც, მრუშობაშიც. რადგან ხორციელი ცოდვის ჩადენა სხეულით არ ძალუց, ისინი მათ ოცნებებსა და შეგრძნებებში შადიან. მათი უსხეულო ბუნებას ის მანკიერებები შეათვისეს, რომლებიც ხორცისათვის არის თვისობრივი. ეს მათთვის არაბუნებრივი მანკიერებები შეუდარებლად მეტად განივითარეს, ვიდრე ისინი ადამიანებს შორის შეიძლება განვითარდეს. ვითარ გარდამოვიდა ზეცით მთიები იგი, ამბობს წინასწარმეტყველი დაცემულ ქერუბიმზე, რომელი განთია და აღმოვალს შეიმუსრა ქვეყანასა, შენს თქու გონებასა შენსა, ზეცად აღვიდე და ზედა ვარსკვლავთა ცისათა დავადგინე საყდარი ჩემნი და ვიყომე მსგავს მაღლისა, ხოლოაც ჯოჯოხეთამდე შთახტე საფუძველთა ქვეყანისათა. განვარდე მთასაზე და ვითარცა მკვდარის აწაგელი, ამბობს ესაია წინასწარმეტყველი. დაცემული სულები, რომლებიც საკუთარ თავში ყველა ცოდვის საწყის შეისავენ, ცდილობენ ადამიანები ყველა ცოდვაში შეიყვანონ, მათი დაღუპვის მიზნითა და წყურვილით. ისინი გვიზიდავენ ხორცის სხვადასხვაგვარი მაამებლობისაკენ, ანგარებისაკენ, დიდების სიყვარულისაკენ, ხატავენ რა ჩვენს წინაშე ამ ვნებების საგნებს ყველაზე მომხიბვლელი სახით. კერძოდ ისინი განსაკუთრებით ცდილობენ სიამაყეში შეგვიყვანონ, საიდანაც როგორც მცენარიდან თენარის თესლიდან აღმოცენდება ღვთისადმი მტრობა და გმობა. ღვთისგმობის სოდვა, რომელიც არის ყოველგვარი ერესის არსი, ყველაზე მძიმე სოდვაა, როგორც სოდვა, რომელიც ეკუთვნის საკუთრივ უარყოფილ სულებს და მათი ყველაზე გამორჩეული თვისებაა. დაცემული სულები ცდილობენ დაფარონ ყველა ცოდვა კეთილშობილი ნიღბით, რომელსაც მამათა ასკეტურ წიგნებში, ბრჭყალებში გამართლებები ეწოდება. ისინი ამას იმ მიზნით აკეთებენ, რომ ადამიანები უფრო ადვილად აცდუნონ, რათა ისინი უფრო ადვილად დაეთანხმონ ცოდვის მიღებას. ისინი ზუსტად ასევე იქცევიან ღვთისგმობასთან დაკავშირებითაც. მის დაფარვას ბრწყინვალე სახელწოდებით, მდიდრული მჭერმეტყველებით, ამაღლებული ფილოსოფიით ცდილობენ. ერესი საშინელი იარაღია სულების ხელში. მათ ერესი დაღუპეს მთელი ერები, მოსტაცეს რა ქრისტიანობა მათთვის შეუმჩნევლად. ქრისტიანობა ღვთისმგმობი, მოძღვრებით შეუცვალეს და მომაკვდინებელი მოძღვრება განწმენდილი, ჭეშმარიტი, აღდგენილი ქრისტიანობის სახელით შეამკვეს. ერესი არის სოდვა, რომელსაც უპირატესად გონებას ისჩადიან. ეს სოდვა, რომელსაც გონებით იღებენ, გადაეცემა სულს, ედება სხეულს, ბილწავს თვით სხეულს, რომელსაც აქვს უნარი მიიღოს განწმენდა ღვთის მათთან ზიარებით და შეიბიწოს და დასნებონდეს დაცემულ სულებთან ზიარებით. ეს სოდვა ძნელად შესამჩნევი და ნაკლებად გასაგებია მათთვის, ვინც ქრისტიანობას გარკვევით არ იცნობს და ამიტომ იგი იოლად ხვევს თავის ბადეში უბრალოებას, უმეცრებას, ქრისტიანობის გულგრილსა და ზედაპირულ აღიარებას. ერესმა გარკვეული დროით შეიპყრო ღირსი მამები იოანიკე დიდი, გერასიმე იორდანიელი და ღვთის ზოგიერთი სხვა სათნომყოფელი. თუ კი წმინდა კაცებმა, რომლებიც თავიანთ სიცოცხლეს ხსნისათვის განსაკუთრებულ ზრუნვაში ატარებდნენ, უცბად ვერ გაიგეს ღვთისგმობა, რომელიც ნიღბით იყო შეფარული, იმაზე რაღა ვთქვათ, ვინც სიცოცხლის ამ ქვეყნიურ საზრუნავში ატარეს და სარწმუნოებაზე უკმარი წარმოდგენა აქვს, სავსებით უკმარი. როგორ უნდა იცნონ მათ მომაკვდინებელი ერესი, როცა ის მათ სიბრძნის, სიმართლისა და სიწმინდის ნიღბით შემკული წარმოუდგებათ.
აი მიზეზი იმისა, რის გამოც ადამიანთა მთელმა საზოგადოებებმა და მთელმა ხალხებმა ადვილად მოუდრიკეს ქედი ერესის უხილს. ასევე ამავე მიზეზი ძალიან ძნელია ერესიდან მართლმადიდებლობაზე მოქცევა. ბევრად უფრო ძნელი ვიდრე ურწმუნოებიდან და კერპთაყვანისმცემლობიდან. ერესებს, რომლებიც უხთოებას უახლოვდება, უფრო ადვილად ცნობენ და ტოვებენ. ვიდრე იმ ერესებს, რომლებიც მართლმადიდებელი სარწმუნოებისაგან ნაკლებად არის დაშორებული და შესაბამისად უფრო შეფარულია. რომის იმპერატორი მოციქულთა სორი დიდი კონსტანტინე წერილს სცელდა ალექსანდრიის პატრიარქს, ერესიარქ არიოზის მამხილებელს, არიგებდა მას შეეწყვიტა კამათი, რომელიც არღვევდა მშვიდობას, ცარიელი ფუჭი ამაო სიტყვების გამო. ეს სიტყვები, რომლებსაც ფუჭი ეწოდა, უარყოფდა უფალ იესო ქრისტეს ღვთაებრიობას, სპობდა ქრისტიანობას. ასე მოატყუა უმეცრება წმინდა კაცში მორწმუნე ღვთისმოსავი ერესის ხრიკმა, რომელიც მისთვის გასაგებად მიუსტომელი იყო. ერესი, რომელიც მძიმე ცოდვაა, სასიკვდილო ცოდვა, სწრაფად და გადაჭრით იკურნება, როგორც გონების ცოდვა. მისი გულსπელად, გულის სიღრმიდან ანათემისათვის გადაცემით. წმინდა იოანე კიბის აღწერელმა თქვა, წმინდა კათოლიკე ეკლესია იღებს ერეტიკოსებს, როცა ისინი გულსπელად გადასცემენ ანათემას თავიანთ ერესს და მათ მაშინვე წმინდა საიდუმლოებების ღირსად ხდის, ხოლო სიძვით დაცემულებისათვის, თუნდაც მათ აღიარონ და მიატოვონ თავიანთი ცოდვა, სამოციქულო წესებისა და კანონების თანახმად წმინდა საიდუმლოებებისაგან მრავალი წლით განშორებას ბრძანებს. ხორციელი ცოდვით გამოწვეული შთაბეჭდილება ადამიანში რჩება ცოდვის აღიარების შემდეგაც და მისი მიტოვების შემდეგაც. ერესით გამოწვეული შთაბეჭდილება მყისვე ნადგურდება მისი უარყოფის შემდეგ. ერესის გულსπელა და გადაჭრით გადაცემა ანათემისათვის არის მკურნალობა, რომელიც საბოლოოდ და სავსებით ათავისუფლებს სულს ერესისაგან. ამ მკურნალობის გარეშე ღვთისგმობის შხამი რჩება ადამიანის სულში და არ წყვეტს მის რყევას გაურკვევლობებითა და ეჭვებით, რომლებსაც ერესებისადმი მოუსპობელი თანაღრძნობა ქმნის. რჩება გულის სიტყვები, რომლებიც ქედმაღლობენ მეცნიერებასა ზედა ქრისტესა, რაც აძნელებს ხსნას მათ მიერ შეპყრობილთათვის. ქრისტესადმი დაუმორჩილებლობითა და წინააღმდეგობებით შეპყრობილებისათვის, რომლებიც სატანასთან თანაზიარებაში იმყოფებოდა. ანათებით განიკურნება წმინდა ეკლესიის მიერ ყოველთვის აღიარებული იყო აუცილებლობად ერესის საშინელი სნეულებისაგან განსაკურნებლად. როცა ნეტარი თეოდორიტე კვირინელი ეპისკოპოსი მეოთხე მსოფლიო კრებაზე კრების მამების წინაშე გამოცხადა და სურდა თავი ემართლებინა მის წინააღმდეგ წაყენებულ ბრალდებაში, მამებმა მისგან უპირველეს ყოვლისა მოითხოვეს ანათემისათვის გადაეცა ერესიარქი ნესტორი. თეოდორიტეს, რომელმაც უარყო ნესტორი, მაგრამ არც თუ ისე გადაჭრით, როგორც ეკლესია მოარყო, სურდა ეს განემარტა. მამებმა კვლავ მოითხოვეს მისგან, რომ მას გადაჭრით შენიშვნების გარეშე ანათემისათვის გადაეცა ნესტორი და მისი სწავლება. თეოდორიტემ კვლავ გამოთქვა განმარტების სურვილი, მაგრამ მამებმა კვლავ მოსთხოვეს ნესტორის ანათემა. წინააღმდეგ შემთხვევაში იმუქრებოდნენ, რომ თავად თეოდორიტეს ერეტიკოსად აღიარებდნენ. თეოდორიტემ ანათემა წარმოთქვა ნესტორისა და იმდროინდელი ყველა ერეტიკული სწავლების მიმართ. მაშინ მამებმა ადიდეს ღმერთი და თეოდორიტე მართლმადიდებელ მწყემსად გამოაცხადეს. თეოდორიტე კი განმარტებას აღარ ითხოვდა. რადგან სულიდან გამოდევნა ის მიზეზები, რომლებიც
ახსნა განმარტებების საჭიროებისაკენ უბიძგებდა. ასეთი ადამიანის სულის დამოკიდებულება ერესის საშინელის ნეულების მიმართ. მოვისმინეთ რა დღეს სულიერი მკურნალობის მრისხანე განაცხადი მივიღოთ იგი მისი ჭეშმარიტი გაგებით. გამოვიყენოთ ჩვენ სულებზე და გულსპელად და გადაჭრით უარყოფით ის დამღუპველი სწავლებები, რომლებსაც ეკლესია ანათებით გმირავს ჩვენი ხსნისათვის. თუ კი ჩვენ ყოველთვის უარყოფდით მათ, მაშინ ეკლესიის ხმამ გაგვამტკიცოს მათ უარყოფაში. სულიერი თავისუფლება, სიმსუბუქე, სიძლიერე, რომლებსაც აუცილებლად შევიგრძნობთ საკუთარ თავში, დაგვიმოწებს ეკლესიის მოქმედების ისტორიასა და მის მიერ გამოცხადებული სწავლების ჭეშმარიტებას. ეკლესია აცხადებს, მათ ვინც გონებას მორჩილებით უმონებს ღვთაებრივ გამოცხადებას და მისკენ ისწრაფვის, ვნეტარებთ და ვადიდებთ. ჭეშმარიტების მოწინააღმდეგეებს თუ არ მოუნანიებიათ უფლის წინაშე, რომელიც ცელის მათ მოქცევასა და შენანებას, თუ არ მოუსურვებიათ მიხოლოდნენ წმინდა წერილსა და პირველქმნილი ეკლესიის გადამოცემას, განკვეთითა და ანათემას გადავცემთ. ღვთის არსებობის უარისმყოფელებს, რომლებიც ამტკიცებენ, რომ ეს სამყარო თვითყოფადია, რომ მასში ყველაფერი ღვთის განგებულების გარეშე შემთხვევით ხდება ანათემა. ისინი ვინც ამბობენ, რომ ღმერთი არის არასული, არამედ ნივთიერება, ვინც ასევე არ ცნობენ მას როგორც მართალს, მოწყალეს, ბრძენს, ყოვლისოდნეს და წარმოთქვავენ ამის მსგავს მკრეხელობას, ანათემა. მათ ვინც ბედავს ამტკიცებს, რომ ძე ღვთისა არ არის ერთარსი და თანასწორი პატივით მამისა, ასევე სულიწმინდაც, ვინც არ აღიარებს, რომ მამა, ძე და სულიწმინდა ერთი ღმერთია, ანათემა. მან ვინც საკუთარ თავს უფლებას აძლევს თქვას, რომ ჩვენი ხსნისათვის და ცოდვებისაგან განწმენდისათვის საჭირო არ არის ძე ღვთისას ამსოფლად ხორციელი მოსვლა, მისი ნებაყოფლობითი ტანჯვა, სიკვდილი და აღდგომა, ანათემა. მათ ვინც არ იღებს სახარების მიერ ქადაგებულ გამოსყიდვის მადლს, როგორც ღვთის წინაშე ჩვენი გამართლების ერთადერთ საშუალებას, ანათემა. მათ ვინც ბედავს თქვას, რომ ყოვლადწმინდა ქალწული მარიამი არ ყოფილა შობამდე, შობასა და შობის შემდეგ ქალწული, ანათემა. მათ ვისაც არ სწამს, რომ სულიწმინდა წინასწარმეტყველები და მოციქულები ბრძნები გახადა, მათი მეშვეობით გამოგვიცხადა ხსნის ჭეშმარიტი გზა, იგი სასწაულებით დაგვიმოწმა, რომ იგი ახლაც ბინადრობს ერთგული და ჭეშმარიტი ქრისტიანების გულში და მათ ყოველგვარ ჭეშმარიტებას ასწავლის, ანათემა. ისინი ვინც უარყოფელ სულის უკვდავებას, საუკუნის აღსასრულს, მომავალ სამჟავროს და მარადიულ საზღაურს სათნოებისათვის, ზეცას, ხოლო ცოდვილებისათვის განკითხვას, ანათემა. მათ ვინც უარყოფს ქრისტეს წმინდა ეკლესიის საიდუმლოებს, ანათემა. მან ვინც უარყოფს წმინდა მამათა კრებებს და მათ გადმოცემას, რომლებიც ეთანხმება საღვთო გამოცხადებასა და რომლებსაც ღვთისმოსავად იცავს მართლმადიდებელი კათოლიკე ეკლესია, ანათემა. საღვთო ჭეშმარიტება განკაცდა, რათა გადაგვარჩინოს ჩვენ მომაკვდინებელი სიცრუის მიღებითა და შეთვისებით დაღუპულები. თუ თქვენ დაადგრეთ სიტყვათა ჩემთა ამბობს მაცხოვარი, თუ თქვენ ჩემს სწავლებას მიიღებთ და მის ერთგულებით დარჩებით, ჭეშმარიტად მოწაფენი ჩემი ხართ და სანდ ჭეშმარიტი და ჭეშმარიტებამა განთავისუფლეს თქვენ. ქრისტეს სწავლების ერთგულად დარჩენა მხოლოდ მას შეუძლია, ვინც გადაჭრით უარყოფს, მუდმივად უარყოფს ყველა სწავლებას, რომლებიც გამოგონილია და რომლებსაც იგონებენ უარყოფილი სულები და ადამიანები.
რომლებიც მტრულია ქრისტეს სწავლებისა, ღვთის სწავლებისა, ხელყოფს მის თლიანობასა და ხელუხლებლობას. ღვთის გამოცხადებული სწავლება ხელუხლებელი თლიანობით არის დაცული მხოლოდ და მხოლოდ აღმოსავლეთის მართლმადიდებელ ეკლესიის წიაღში. ამინ. აი ეს სიტყვა, რომელიც წარმოთქვა წმინდა ეგნატემ, სრულად ეთანხმება ეკლესიის სწავლებას და ჩვენც ამიტომ წავიკითხეთ. ესე უნდა ფიქრობდეს ყველა ქრისტიანი, ვისაც უნდა გადარჩინა. სხვა გზა არ არის. კურნების ერთადერთი საშუალება არის ანათება. რომ წვალებლობიდან კაცი განეკურნოს, უნდა ანათემას გადასცეს თავის სწავლება და მოვიდეს ეკლესიაში. და ვინც ეკლესიაში არის, ის ყოველთვის უნდა ამბობდეს, რომ ანათემა იმათ, ვინც ეკლესიის სწავლებას გმობს. აქ ჩამოთვლილი იყო საკითხები. შეიძლება სხვა საკითხების დაემატოს, იმიტომ რაღაცეები მერე დაემატა ცრუ სწავლებები. მერთმა ინებოს, რომ მართლმადიდებლობის ემსხობს, დღეს სწავლობთ ახლა ეკლესიაში ახ ხორცელად გივართ. მოვაჟამი რომ გარდავიცვლებით, მერე ზეცაში გვეზეიმოს მართლმადიდებლობის დღესასწაული. მერთმა დაგლოცოთ და მერთმა გაკურთხოთ.